მაშ რა არის გამოყენებული? ამის თქმას რა უდგას წინ, ხო? ფაქტია, რომ ქართული ოცნება ძალიან გაიხლართა თავის, ასე ვთქვათ, ახსნა განმარტებებში უკვე ერთმანეთის გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ სრულიად აცდენილს ლოგიკიდან, როგორც ჩანს, მართლა უჭირთ. ასე რომ არ იყოს, ძალიან მარტივად იქნებოდა საქმე. პირველ რიგში თავად BBC-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, როგორც ვიცით, მათ გადაუგზავნეს ჩამონათვალი კითხვების, რაზედაც ქართულ ოცნებას უნდა ეპასუხა და მათ შორის კონკრეტულად იყო კითხვა, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, რომელზეც პასუხი BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტებს არ მიუღიათ. ესე იგი, რადგან რაღაცას მალავენ, არის ეს დასამალი და არის ეს კამიტი თუ არის რამე სხვა კიდე უარესი, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით. ამიტომ ბუნებრივია, რომ ქართული ოცნების მდგომარეობა ეხლა არის ძალიან მძიმე. სურათი არის მკაფიო, რომ ქართული ოცნება მალავს რა გამოიყენეს, რა აგენტი გაურიეს წყალში. ესეთი მაქვს კითხვა, წყლის ჭაულში რა აუცილებლობა იყო ქიმიური ნივთიერების გარევისა ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც საშინელი სიცივეები იყო, ხალხის დასაშლელად ცივი წყალი არ იყო საკმარისი? და მით უმეტეს წიწაკის სპრეის ისროდნენ, რომელსაც ასევე საკმაოდ მძლავრი ეფექტი აქვს მყისიერი, ისროდნენ იმიდან, რა ქვია, ჩვეულებრივად კაფსულებიდან, როგორც ეს არის დადგენილი, ხო? რა საჭირო იყო, მაგრამ ალბათ ძალიან ხშირად რო დადიან კონსულტაციებზე ბელარუსში 20 წელს აი ეს წყალში გარეული რაღაც ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს ბელარუსში. და ეთყობა ეს იქიდან მიღებული კონსულტაციების შედეგი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩვენს შესაბამის უწყებებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბელარუსის, ასე ვთქვათ, სამსახურებთან და გაიდლაინებს მიტინგების დაშლის და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ როგორ უნდა მოქცეულიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები, ეთყობა სწორედ იქიდან იღებდნენ. ეხლა დღეს მე მოვისმინე ტოქსიკოლოგების განცხადება, რასაც არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო. რომელ ნაწილს? ბატონო, რომელ ნაწილს, რა ნაწილს აღნიშნული ტოქსიკოლოგების განცხადების რა ნაწილს ეკნება? როდესაც თქვეს, რომ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არ მიუმართავს და BBC-საც არ მიუმართავს ტოქსიკოლოგებისთვის. აი, სამთავრობო არხებზე გასული ინფორმაცია. დიახ. გვერდებზე დიახ, გისმენთ. ხო, არ მიუმართავს ტოქსიკოლოგებისთვის და მე არ ვიცი, ეს პატივცემული ბატონი ქორიძე, მე მგონი გვარი თუ არ ვწდები, რომელიც ამის შესახებ და საცხოვრობს რომელ ქვეყანაში და ერთი წლის წინ, როდესაც მართალია არა ტოქსიკოლოგები, მაგრამ ალერგოლოგები და ინფექციონისტები ძალიან სერიოზულ განგაშს აცხადებდნენ იმასთან დაკავშირებით და ითხოვდნენ პრაქტიკულად ყველგამოწვეულები, რომ გვითხარით რა არის გამოყენებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გართულების შემთხვევა გვხვდება, სად იყო ეს სახალხო დამცველსაც აქვს მიმართული და ამის სახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია. სად იყო ეს ბატონი ტოქსიკოლოგი? არ ესმოდა ეს ყველაფერი, რატომ თავად არ გაუჩნდა სურვილი, რომ ერთხელ მაინც როგორც პროფესიონალს დაეშვა კითხვა, რა იყო გარეული წყალში, რაც მაშინვე ვიცოდით, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დარახველიძემ წყალში რაღაც ნივთიერება შეიძლება იყოს გარეული. და ეხლა ეს რაღაც ნივთიერება როგორც ჩანს არის ის, რისი გარევაც არ შეიძლებოდა. ამას წყალი არ გაუვა და მთელი პროპაგანდისტული მედიის დარაზმვა იქითკენ, რომ ძმები ჩახუნაშვილების კვლევაში არაფერია არ არის საუბარი, კამიტეზე ჰქონდათ თუ არა მათ უფლება, რომ ჩაეტარებინათ ეს კვლევა და ასე შემდეგ, არის წყლის ნახვა და წაკითხulis და მოსმენილის გააზრების უნარობა. მეტი არაფერი, იმიტომ რომ ძმებმა ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს კვლევა,
ქონდა თუ არა და ეს იყო ლაბორატორიული და აპარატურული კვლევები, ქონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს რაიმე ტიპის ცვლილებები ემაში, რა ქვია, ამ კვლევების შედეგად დაუდგინდებოდა თუ არა მათ, ვინც თავის ჩივილებს მიაწერდა გაზეთ მოწამვლას და აღმოჩნდა, რომ იყო ცვლილებები და რა ტიპის ცვლილებები იყო, აღწერეს ის. ამიტომ მათ არ ეყრდნობა BBC საგამოძიებო ჟურნალისტები არ ეყრდნობენ, ეს მათთვის არის დამატებითი ინსტრუმენტი და იმას რას უშვებიან, რომ BBC-ს გამოძიების ხელში არის დოკუმენტი 2019 წლის ინვენტარის ჩამონათვლის შესახებ, სადაც ის ორი აგენტი, რომელიდანაც ერთი შეიძლება ყოფილიყო კამიტი, არის ჩამონათვალში. იმიტომ თქვეს BBC ჟურნალისტებმა, რომ სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს, მათ ხო ზუსტი დასკვნა არ დაუდებთ და რად გვინდა მამუკა მდინარაძის გამოძიება? იმიტომ რომ ჩახუნაშვილებზე პრესინგი გააკეთოს და იმ ხალხზე, რომელიც თავისი ჩივილების შესახებ ყვება მოწამვლის შემდეგ ტელევიზიაში. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ზეწოლის ნიმუშია. რასაკვირველია, ამათ არა თქვენ ხო მე ღრმად ვარ ანა დარწმუნებული, რომ არანაირი ბატონი ბიძინი versus BBC არ იქნება. ესენი ვერ უჩივლებენ BBC-ს, ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ და მდინარაძის გამოძიება მოემსახურება იმას, რომ პრესინგი განახორციელოს ისევ შიგ რა ნივთიერება, რასაკვირველია. აბარა, ამიტომ ეხა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გამოძიება საერთაშორისო და როგორც ჩანს ამისი კომპეტენცია აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის, ასე ვთქვათ, დანაყოფს, რომ ნამდვილად შედგეს ეს გამოძიება, რომელიც დაადგენს რა არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას, რომ მათ შეძლონ ამისი, როგორ გითხრათ, გადაფარვა რაიმე ტიპის ახალი სისულელით ჩვენ თანმიმდევრულად უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ შევეცადოთ დავადგინოთ რა იყო გამოყოფილი. თუ არ უნდათ ეს, ძალიან მარტივად არის საქმე. თქვან თვითონ რა გამოიყენეს, მაგრამ ხომ სრულიად დასაბუთებული ეჭვია, რადგან ამხელა ამბის მერეც ვერ ამბობენ რა გამოიყენეს, იმას კამიტი ექვია თუ კიდე რაღაც სხვა უარესი ფაქტია, რომ ისეთია, რაც უნდა დაფარონ. ბატონო, როგორ ფიქრობთ, ოცნება იმოქმედებს, თქვათ, მოვლენების განვითარების შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რაღაც ყველა სცენარი დაამუშაოს იმ, თქვათ, სურათის გათვალისწინებით, რაც მოყვება და შეიძლება მოყვეს ახლა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას და მზის სინათლეზე გამოტანას. აი მაგალითად რაღაც კონკრეტულ პირს დააკისროს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა, ან რაღაცა სხვა ტიპის სურათის შესთავაზებას, საზოგადოებას, ანუ ჩიხურად მიიჩნევთ ახლა ვითარებას ამ შემთხვევაში. ოცნებისთვის ძალიან რთული ვითარება, ბოლო ჟამის მოახლოების ტოლფასია ეს. როგორ ფიქრობთ ახლა ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი ან ქვედარგოლის თანამშრომელი თავის თავზე აიღებდა იმ პასუხისმგებლობას, რომ საშიში ქიმიური აგენტი გაერია წყლის ჭალში და თავისი დაუშვათ მოსახლეობაზე გამოეყენებინა? არა, ცხადია, ეს არის მიღებული გადაწყვეტილება მინიმუმ მინისტრი გომელაურის დონეზე და მერე გომელაური, რომელიც ისედაც არის მაგნიცკის სიაში მოხვედრილი, თუ ააგა არ უნდა ითანამშრომლოს, ეს მისი პირადი ინიციატივით გააკეთა, თუ ქონდა მას, როგორც ეძახიან ხშირ შემთხვევაში ბიძინას ბოსისგან, ეს მითითება. აქედან გამომდინარე, ეს არის ურთულესი მდგომარეობა, ან შეიძლება კობახიძისგან. მე არ ვიცი, შეიძლება სრულად კობახიძესთან იყო შეთანხმებული და არა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ივანიშვილს შანსი ამ სიტუაციიდან გამოძრომის
შრომის კიდე აქვს კობახიძისგან განსხვავებით. სხვათა შორის, აი ცოტა ხანში ჩვენ შემოგვიერთდება ზვიად მაისაშვილი, ქალბატონელა სამოქალაქო აქტივისტი, პროტესტის მონაწილე, აი რომელიც ასევე არის დაბარებული სუსში და წინა ეთერში თქვი და ეხლაც მინდა ხაზი გაუსვა. ეს არის ბიჭი, რომელსაც ესე სასტიკად გაუსწორდა სისტემა, ის ცნობილი კადრები, იცის კარგად საზოგადოებამ, თავის არეში, როდესაც ურტყავს მას სისტემის წარმომადგენელი წიხლს და ადამიანი, რომელმაც არ იცის ერთი წლის შემდეგაც ვინ მოექცა ესე სასტიკად და სასტიკად ეს პირი არის დაბარებული სუსის მიერ იმ საკითხზე, რომ ილაპარაკოს თქვა კონკრეტულად რა ნივთიერება არის გამოყენებული და ასე შემდეგ, ანუ როგორ წარიმართა ეს პროცესები. მე არ ვიცი ანა რამდენ ხანს რჩება ეს აგენტის კვალი დაუშვათ იმ ნივთზე, რომელსაც მოხვდება, მაგრამ ნუ ხა ბუნებრივია ყოველი იმ წუწაობის შემდეგ ყველაფერს ვრეცხავდით, რაც გვეცვა, ხო? მე მაქვს ერთი, არ ვიცი, თუ დაჭირდება მამუკა მდინარაძეს მივართმევ ქურქი, რომელიც უბრალოდ ვერ გავრეცხე და ერთ დღეს, როდესაც ეს წუწაობა გაიმართა, წესით ამ ქურქზე თუ კიდე რჩება, უნდა იყოს დარჩენილი ის ქიმიური აგენტის კვალი და შემიძლია ოღონდ მათ არ ჩაუგდებ ხელში. როდესაც საერთაშორისო გამოძიება შედგება, ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეუძლიათ ეს ჩემი ქურქით წაიღონ არდამენანება ნამდვილად. ხო, იმიტომ შემთხვევით მოხდა ესე, სხვა ადგილიდან მივედი და ცოტა მიტინგისთვის უხერხულად ჩაცმული ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ იმ დღეს ბლომად გაზიყვაპე. ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, მე 8 თვის განმავლობაში ჩემი ცოტა სუსტი სასუნთქი სისტემით ვიხრჩობოდი, დამიტოვა გართულება საშინელი სპაზმით. ყველა ეთერში იცოდნენ, რომ ჯდებოდი, წყალი მჭირდებოდა, იმიტომ რომ შეიძლება საუბრის დროს დამართნოდა სპაზმი. ნუ ფაქტია, ხო? და ხო ვიცი, როდიდან დამეწყო ეს გართულება, ეხა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხა ამას გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მიმართავს ექიმისთვის, ისედაც გადასარევად ვიცოდი რამ გამოიწვია ჩემი გართულება, როდესაც ჩვეულ პრეპარატებს ვსვავდი და ვერ მშველოდა, ბუნებრივია. ხო, და რაც შეეხება ქურქზე, არ ვიცი, თუ დაჭირდება საერთაშორისო გამოძიებას, აუცილებლად მივართმევ, იმიტომ რომ ნუ ის არ გაირეცხა ის ქურქი და არც ქიმთვენდაში მქონია.